ძალიან ბევრმა დედამ ეს არ იცის. გაითვალისწინეთ, რომ ბავშვი 3 თვემდე აუცილებლად უნდა აჩვენოს ბავშვთა ორთოპედს, იმიტომ რომ შესაძლებელია პირველ რიგში მენჯ ბარძაღის სახსარი იქ არ იყოს რაიმე პრობლემა. ესე იგი 3 თვის ასაკში და 6 თვის ასაკში უნდა აჩვენოთ ბავშვთა ორთოპედს, შემდეგ წელიწად ნახევრის ასაკში ფეხის ადგმას რომ დაიწყებს იქ არ იყოს რამე დარღვევა. აუცილებლად უნდა შეუმოწმოთ ტერფი სადღაც 3-4 წლის ასაკში, იმიტომ რომ ამ პერიოდში იწყებს თაღი ჩამოყალიბებას და რამე არ გამოგვეპაროს. თუ შევატყვეთ, რომ იქ რაიმე პრობლემა მოდის, ეს ყველაზე კარგი პერიოდია, როდესაც შეიძლება ტერფის კომპიუტერული დიაგნოსტიკა და შემდეგ უკვე ეს ინდივიდუალური ღაბაში იქნება, ვარჯიშები იქნება, ამ მიმართულებით წასვლა. რას გვაძლევს ეს? ეს სამომავლოდ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ თავიდან ავიცილოთ როგორც ტერფის, ისე ხერხემლის პრობლემები. შემდეგ როდის უნდა ვაჩვენოთ? 7-8 წლის ასაკში. ბავშვი სულ იზრდება, რა თქმა უნდა, ტანისაყრის პერიოდი სულ მიმდინარეობს, მაგრამ კვეთრი ტანისაყრა ხდება 7-8 წლის ასაკში და ხდება 11-12 წლის ასაკში. აი ზუსტად ამ პერიოდში შეიძლება გამოგვეპაროს პანდეგობის დარღვევა და ხერხემლის გამრუდება. თუ ჩვენ ამ სქემას მივყვებით, ძალიან ბევრ პრობლემას მეწყნეთ ავიცილებთ თავიდან.